პოლიტიკაში რჩება. ვინც პოლიტიკაში რჩება, შენ თანაპარტიელზე. მე რატომ ელაპარაკები ამაზე? მე რატომ ელაპარაკები ამაზე? მე რატომ რატომ? ზოგადად ეს ერთი ნაწყვეტია, რაც თამარმა თქვა, იმ გეგმის, რომელიც მე შევთავაზეთ, ჩვენ შევთავაზეთ ზოგადად საზოგადოებას. კახაბენდუკიძესთან შათირიშვილიც კითხულობდა ლექციებს, ასე რომ ეს კარგად მაინდა-მაინც არ გახასიათებს. შათირიშვილიც კახაბენდუკიძესთან ყოველთვის ეგზოტიკურად ყოველთვის ვაუ, კახა შენ უფრო უყვარდი. ტაკი გადაფერში შეერა. სტუდენტებს შენ არ გამდო. მოგესალმებით. ჩვენ ვიწყებთ პოლიგონი ფაქტ ჩეკს. მე ვარ გიორგი გიორგაშვილი, პოლიგონის ჟურნალისტი და პროდიუსერი და სალამი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მე ვარ მარია მერლანი, ჟურნალისტი და პოლიტიკური პოდკასტის პოლიგონის პროდიუსერი. და ჩვენი პირველი გამოცდილება იყო მარიამ ასეთ ფორმატში, 64-ის გუნდთან ერთად თავისთავად ცხადია და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გამომხნევებელი იყო აუდიტორიის ინტერესი. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვისაც პირადად. მოდი ჯერ მაყურებელს შევახსენოთ, ვისაც არ აქვს ნანახი პირველი ეპიზოდი. დებატებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და იაგო ხვიჩია. სიტყვიერად რა თქმა უნდა და ვისაც არ გაქვთ ნანახი მოკლედ შეგახსენებთ და გირჩევთ რომ ნახოთ. ხო, რაღაც სტატისტიკასაც მოვიშველიებთ რომ 10 დღეში 75,000 ადამიანმა ნახა და ასევე არის ძალიან ბევრი კომენტარი, ამ მომენტში და დღეს ამ ასე ვთქვათ ფაქტ ჩეკს წერთ 2025 წლის 31 მარტს და საკმაოდ ბევრი არის კომენტარი 1129 კომენტარი დაგროვდა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს აქტივობისთვის და კიდევ უფრო ძალიან დიდი მადლობა არა მხოლოდ იმისთვის რომ გიყურეთ, არამედ რომ დაგვითმეთ დრო, ენერგია, რომ თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ. შეიძლება ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. საკმაოდ ვრცელი კომენტარები იყო, მართ რაღაც არგუმენტირებული პოზიციები იყო ფორმატთან დაკავშირებით, სტუმრებთან დაკავშირებით და რავი, ჩვენ ზოგადად კრიტიკულ კომენტარებს ვუყურებთ რაღაც ფორმატის და შინაარსის გაუმჯობესების საშუალებას. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ ეს დებატები იყოს ინფორმაციულად ძალიან უსაფრთხო სივრცე ჩვენი აუდიტორიისთვის და ამიტომაც წავედით ძალიან ზუსტი პარამეტრების ჩამოყალიბებაზე თუ როგორ ვაფასებთ მართალია ცდარია თუ საჭიროებს გადამოწმებას ან კონტექსტის ახსნას პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადება. ხო, მოდი ისიც დავაკონკრეტოთ ზოგადად რა სახის ინფორმაციის გადამოწმება შეგვიძლია და რა სახის ვერა და არა და გავმიჯნოთ ეს ყველაფერი, ხო? მაგალითად, შეგვიძლია გადავამოწმოთ ინფორმაცია, რომელიც ღია წყაროებში, საჯარო წყაროებში არის ხელმისაწვდომი, ოფიციალურ დოკუმენტებში, რა ვიცი, კვლევებში, სტატისტიკურ მონაცემებში. აი თუ მაგალითად გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ ერთი მოდებატე ამბობს და მეორეს ეუბნება, რომ აი ამ ვიდეოში შენ ან ამ ეთერში ესა და ეს თქვი, ჩვენ ამ ჩანაწერს რა თქმა უნდა მოვიძიებთ და მოვისმენთ და შევამოწმებთ ესა თუ ის წინადადება სიტყვა რა კონტექსტში ითქვა. მარია, მოდი მაინც ზოგადად თქვით, მაგრამ ცხადადაც თქვათ რომ სამი კატეგორიით ვამოწმებთ ინფორმაციას. კატეგორია 1, ეს არის არაფერი საჭიროებს გადამოწმებას, ამით გამიჩნავთ იმ ველს საუბრის ნაწილს, სადაც განცხადებები ეფუძნება რაღაც პირად შეხედულებებს, მოსაზრებებს, ემოციებს ან პოლიტიკურ ხედვებს. ცხადია, ჩვენ არ შევდივართ პოლიტიკოსების აზრის, პოლიტიკური მოსაზრებების განსჯაში. კი, ამაზე, რა ვიცი, ყველაზე მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, აი პირველ 15 წუთში თუ სწორად მახსოვს, თამარა ამბობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენა ვერ წარმოუდგენია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე. ეს არის მისი პირადი შეხედულება, რომელიც რაღაც გადამოწმებას არ საჭიროებს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას გულისხმობთ კატეგორია პირველში ზოგადად, რომ არაფერი საჭიროებს გადამოწმებას. და მეორე არის უკვე საკამათო საკითხია. ასეთ კატეგორიას მივაკვდებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც ასე აშკარად მცდარი ან სწორი არ არის, ხო? დამოკიდებულია ჯერ ერთი არსებობს რაღაც ერთმანეთსგან განსხვავებული წყაროები და შეხედულებები ამაზე. ასევე ანუ მისი ჭეშმარიტება შეიძლება დამოკიდებული იყოს კონტექსტზე და ასე შემდეგ. ხო, და მესამე კატეგორია
გადასამოწმებელია, რაც ცალსახად თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რედაქცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ კონკრეტული განცხადება პოლიტიკოსის გადაამოწმოს და რას მივიჩნევთ ახლა გადამოწმებადად, ხო? ეს ის ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხადად იცოდნენ როგორც აქ მოსულმა პოლიტიკოსებმა, ასევე ჩვენმა აუდიტორიამ. ცხადია, ეს არის ისეთი, ასე ვთქვათ, განცხადება, რომელიც მოიცავს კონკრეტულ და ობიექტურად, ასე ვთქვათ, დამოწმებელ ფაქტებს, რაზეც ჩვენ გვექნება სტატისტიკური მონაცემები, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, ეს შეიძლება იყოს არის ფასები, სხვა ტიპის მაჩვენებლები, ასევე თარიღები, რიცხვები, ოფიციალური დოკუმენტები და რაღაც კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტები იქნება თუ რა ვიცი, ისტორიული მოვლენები თუ ანუ ისეთი დოკუმენტაცია, ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ფაქტის ნამდვილობას და სიმცდარეს ადასტურებს ან უარყოფს, ხო? ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივუთითებთ, რომ გაკეთებული განცხადება, რომელიც მივიჩნიეთ გადასამოწმებლად, არის მართებული ან ცდარი. კი ბატონო. ხო, მომდი ეხა უკვე პროცედურულად მივყვეთ, რა და როგორ გადავამოწმეთ კონკრეტულად თამარას და იაგოს დებატების ეპიზოდში, ხო? პირველი 15 წუთი დაეთმო რაღაც მისალმებას, მოდებატებმა საკუთარი თავი წარადგინეს, ჩვენს წესები გავაცანით და შესაბამისად რაღაც გადასამოწმებელი ან საკამათო არც არაფერი არ იყო. აი მერე უკვე 15 წუთიდან 30 წუთამდე არის რაღაც საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ, ფაქტობრივ გადამოწმებას არ საჭიროებს, მაგრამ რაღაც კონტექსტის დაზუსტება სჭირდება. 22 წუთზე თამარა ამბობს ასეთ რაღაცას. რაღაც ხდება, რაც აჩერებს იმ 3-5 კაც ქუჩაში, ხო, რომელსაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ მართავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ ხშირად აყენებს შეურაცხყოფას და მართულებს ეძახის. ხო, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე მგონი ორი ეპიზოდი ჩვენ რაც ვნახეთ, ასე ვთქვათ, რაც მოვიძიეთ ორ კონტექსტში აქვს იაგოს ნათქვამი ეს. ერთი ეს იყო საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, როდესაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გამართა პროტესტი აქ გულისხმობთ თესეუსთან და ამ კონტექსტში უწოდა პროტესტის მონაწილეებს მართული და ასევე იძებნება კიდევ ერთი განცხადება, რომელიც უკვე მას შემდეგ აქვს გაკეთებული, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა თავისი ცნობილი განცხადება, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ხო, დავაზუსტებთ, რომ პროტესტთან მიმართებით, აი ესეთ ორ კონტექსტში შეგვიძლია ვთქვათ, ცოტა ნეგატიურად უსაუბრია, თუმცა აქედან მართული თუ კონტექსტს გავაანალიზებთ, ეკუთვნოდა იმ პროტესტს, რომელიც ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული და იგულისხმებოდა პარტიული, ასე ვთქვათ, მხარდამჭერები, თუმცა მეორე შემთხვევაში კონტექსტი იყო არა ის, რომ ეს ადამიანები არიან მართულები, არამედ რაღაცა მიზნისთვის, მათ პოლიტიკური მიზნისთვის მათ წინ და უკან დაატარებენ, ხო? სულ ამბობდი ერთ და იგივეს ეს ვახოს ხონდა განსაკუთრებით, სადაც იყო სომას ამბობდა, რომ არჩევნების მერე იქნება აი რევოლუციის იმიტაცია, რომ ხალხის ესში დაგროვილი ბოღმა, გაბრაზება, რაღაცა, აი ქუჩაში მიმოაბნიონ, ატარონ ხალხი უმისამართოდ და ბოლოს რო დაიშლება ეს ყველაფერი, ისევ ხალხს დააბრალონ. და უბრალოდ ხედავთ აი განსხეულებულს როგორ ხდება ეს. რომ სხვადასხვა ადამიანების სადაც ზოგი უბრალოდ მოსყიდულია ხოცების მიერ და ზოგი უბრალოდ ვერ ხვდება, ანუ ჩვეულებრივ ისე მონაწილეობს ამ პროცესში. მე ვიზახე აი ვინც ამ თემას გეგმავს, ვინც ტელევიზიაში ამას ხარს უჭერს, ვინცაც პოლიტიკური ხარდაჭერა აქვს მედიაში, მე დებატების ვითომ დებატები ერთმანეთთან რაღაცა საუბრის, ერთმანეთთან საუბრის დებატი მაგას არ ქვია. სახით და ასე შემდეგ. ეს იყო. კეთილი, შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ესე 15 წუთებით კიდევ ერთ მონაკვეთზე, ეს არის 30-დან 45 წუთამდე და აქაც შეგვიძლია მოვისმინოთ რა თქვა თამარამ. და ამასობაში ვიღაც ხალხს ეძახი შემივსეთ ადგილებიო, მოდითო რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. რას ანუ თანამოაზრეებს ეძახი. თანამოაზრეებს ეძახი? შინაარსზე თქვი რომ შინაარსი შენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ვიცი გისმენ ხოლმე შენ და არ არისო ჩემთვის მნიშვნელოვანიო შინაარსიო. მე ესე მახსოვს ხო აქ კითხვა არის რეალურად აქვს თუ არა იაგო ხუჩიას ნათქვამი რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეძებს ხალხს რომელთა შინაარსიც მას არ აინტერესებს ხო? ზოგადად რას გულისხმობთ როცა ვამბობთ რომ ეძებს ხალხს ანუ რა ხდება ეგეც მოვყვეთ. ხო ესეც რაღაც კონტექსტის ნაწილი არის. საქმე ის არის რომ ვიცით რომ 2025 წლის საპარლამენტო უპირისპირდ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ამბობს რომ არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ეს აზრი არ არის გირჩის მოსაზრება
შეხვედრება, მათ გასხოვებული აზრი აქვთ, ისინი მიიჩნევენ, რომ ზოგადად თუ პოლიტიკაში როგორც პოლიტიკური პარტია მოძრაობ, მათივე ვორდინგი რო გამოვიყენოთ, ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გადიოდე არჩევნებზეც იმის მიუხედავად, როგორი არის ვთქვათ პოლიტიკური გარემო, მაგრამ საქმე ის არის, რომ გირჩი ნამდვილად ეძებს, ასე ვთქვათ, მოკავშირეებს რეგიონებში, ისინი აი ამ თვითმმართველობის არჩევნებში ლიდერშიპიდან, აი ეს 4 ცნობილი გირჩის წარმომადგენელიდან არც ერთი არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ამის სანაცვლოდ ისინი სთავაზობენ სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქებში, ასე ვთქვათ, ქვეყნის მასშტაბით, მოდი ესე ვთქვათ, განზოგადებულად ისინი 100 მოკავშირეს ეძებენ. ძალიან საინტერესოა, როგორ ადამიანებს ეძებენ. ხო, როგორც ერთი ის არის ის ზუსტი ციტირება რომ მოხდინო პატიოსან ხალხს ეძებენ მოკლედ არ არის სავალდებულო რომ რაღაც გირჩის იდეოლოგია ლიბერტარიანიზმი ესმოდეთ თავარია რომ კანდიდატობის სურველი იყოს პატიოსანი როგორც უკვე თქვი და თქვა იაგომ ამ ადამიანს უნდა კონდეს ასე თქვათ თავისი პატარა community და რაღაც პატივსაცემი ადამიანი იყოს, რა თქმა უნდა, სურვილი კონდეს, რომ თავის ქალაქში შეცვალოს რაღაცა, რეპუტაციულად დაზიანებული არ უნდა იყოს და კიდევ ერთხელ როგორც იაგომ თქვა, გიჟი აქტივისტი არ უნდა იყოს. ხო, ეხლა ეს რაღაცა ძალიან ისეთი ეპიზოდი არის, ხო, ვისკენ არის ეხლა სიმართლე, თამარასკენ თუ იაგოსკენ. მოკლედ კონტექსტისთვის ციტატა უკვე მარიამა წაიკითხა რომ მიუბრუნდეთ თამარას ბრალდებას მანდის იყო რომ იაგო ეძებს ადამიანებს რომელთა შინაარსი არ აინტერესებს მაგრამ რაღაცნაირი საკითხია რა ანუ თამარამ როგორ გაიგო იაგოს ნათქვამი ეგ მაგაზია დამოკიდებული ჩვენ გითხარით რა იყო იაგოს იმ განცხადების კონტექსტი მაგრამ თუ კი თამარა ჩაეჭიდება იაგოს აი ამ განცხადებიდან იმ ნაწილს სადაც ამბობს რომ იდეოლოგიურად არ არის აუცილებელი რომ გირჩის ზიარებზე წარმოადგენდეს შეიძლება თამარას ხარისსაც კი იყოს ამ შემთხვევაში სიმართლე რომ არ აინტერესებს ასე ვთქვათ იაგო ხუჩიას ამ შემთხვევაში შინაარსი იმ ადამიანების თუმცა იაგოს ხარის არის ის სიმართლე რომ ის აკონკრეტებს რას გულისხმობს არ განზოგადებულად კი არ ეძებს ზოგადად 100 კაცს რომელიც გირჩის სახელით მიიღებს მონაწილეობას არა მას აქვს თავისი პარამეტრები მაგრამ ამ პარამეტრებში ამბობს რომ ნუ იქნება მაინდა-მაინც გირჩის მოზიარე თუ და ის უკვე ჩამონათვალი გააკეთა მარიამმა იმ პარამეტრებისა რომელსაც ის უნდა აკმაყოფილოს. დავიწყებ იქიდან რომ მე ნაკლებად მჯერა ერთი რაღაცის რომ მე საზოგადოების უმრავლესობას გავაგებინებ ლიბერტარიანიზმის არსს და ხმებს მოვიპოვებ იმითი რომ ამორჩეულთა უდიდესმა ნაწილმა გაიგო ავიცი ჯონ ლოკის და ასე შემდეგ იდეა. კიდე აქ არის რომ ამ სურველებიდან უკვე გირჩის მხარდამჭერები აირჩევენ კონკრეტულად კანდიდატებს ვისაც მუნიციპალიტეტის საკრებულოებში წარადგენენ. ვეცდებით კიდევ ერთ ასე ვთქვათ მონაკვეთთან დაკავშირებულთაც გავხსნათ კონტექსტი ეს არის დაახლოებით 42 წუთი სადაც უკვე ბრალდების ადრესატი არის უბრალოდ ბრალდების ავტორი არის იაგო და იაგო ამბობს აი ამას მაცალე ნუ ხარ შუაშია მაცალე მაგრამ როცა განვლილი ფაქტია უკვე რომ თამარას პარტია ყოფილი პარტია რომელი პარტია ყოფილი პარტია როდიდან ვარ იმ პარტიაში როდიდან ვარ იმ პარტიაში იაგო მარიამ მარტივად გადასამოწმებელი ამბავია ამ შემთხვევაში ცხადია თამარასკენ არის სიმართლე იმ გაგებით რომ ნუ თამარა ჩერგულეიშვილი ოფიციალურად პარტიულ პოლიტიკაში მოვიდა 2023 წელს გასაგებია რომ ის მთელი თავისი სხვა აქტივობების პერიოდშიც იყო ასოცირებული ევროპულ საქართველოსთან, იმიტომ რომ ღიად უჭერდა ამ პოლიტიკურ პარტიას მხარს. იქამდე ის იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდამჭერი, მაგრამ მას შემდეგ რაც ენემ გამოეყო, უпроსოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო გიგა ბოკერია და არა მხოლოდ ბოკერია, მაშინ სხვა ლიდერები, მათ შორის უგულავა და ამის შემდეგ დაფუძნდა უკვე ევროპული საქართველო, ის ასოცირდება უკვე აი ამ პოლიტიკური პლატფორმის გულშემატკივრად, მაგრამ თავად ასე ვთქვათ, ჩერგოლეიშვილზე ცხადად რო ვთქვათ, ის პარტიულ პოლიტიკაში მოვიდა 2023 წელს, შეუერთდა ევროპულ საქართველოს, მაგრამ შემდეგ შიდა პრაიმერის მოხდა ამ პარტიის განხეთქილება, საკმაოდ სკანდალური სახე მიიღო და კარგია რომ ჩვენ იმ პერიოდში გქონდა შესაძლებლობა რომ ამის მიზეზებზე პარტიიდან ღიად მოგვესმინა, იქ დაპირისპირებული ორივე მხარის პოზიციები და აღარ ჩავყვებით ამას, იმიტომ რომ ეს გავლილი ამბავია. აი ამის შემდეგ კი უკვე არჩევნების წინ სადღაც ორი თვით
ადრე უკვე დატოვეს ჩერგოლეიშვილმაც და ბოკერიემაც პარტია და ნუ მე შემდეგ უკვე დააფუძნეს მათ ფედერალისტები, ოღონდ აქ უნდა ვთქვათ, რომ ფედერალისტები როგორც პოლიტიკურ პარტიას არ მიუღია მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ის მათ რეგისტრაცია ოფიციალურად როგორც პოლიტიკურმა პარტიამ სულ რაღაცა ახლახანს 2025 წლის 14 მარტს მიიღეს რეგისტრაციაზე თანხმობა იუსტიციის სამინისტროდან. ხო, მოდი ახლა განვიხილოთ კიდევ ერთი ეპიზოდი 45 წუთიდან 1 საათამდე 59 წუთზე იაგო ამბობს გვიყვირია გაყავდა არჩევნები. თქვით რომ გაჟონა. აქ უფრო ცხადად რომ აღვიქვათ რას გულისხმობს იაგო. ესე იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იაგო ამბობდა რომ ფოკუსი უნდა გაკეთდეს იმაზე რომ არჩევნების ფარულობა დაირღვა და არა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. ანუ მისი თქმით, უფრო ადვილი დასამტკიცებელი იყო ის, რომ არჩევნების ფარულობა დაირღვა და ამის ასე ვთქვათ, დამამტკიცებელი საბუთებიც ჰქონდა მას და ზოგადად უფრო ადვილი იყო ამის დამტკიცება. ამაზე ამბობდა იაგო იმასაც, რომ ოპოზიცია არ აყვა ამ საკითხში და მაინც არჩევნების გაყალბებაზე გააკეთეს უფრო დიდი აქცენტი. ამაზე იყო ეს ეპიზოდი. ხანძნაირად ტექნიკური სახელდება როგორ მოახდინა ამ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებზე და ზოგადად საპარლამენტო არჩევნების პროცესთან დაკავშირებით ხვიჩიას გირჩმა და როგორ მოახდინა ასევე ტექნიკური თუ რაღაც პოლიტიკური სახელდება დანარჩენმა ოპოზიციამ, ამაში იყო სინამდვილეში ხო რაღაცა განსხვავება, როგორც კი აღნიშნე, ერთ შემთხვევაში გირჩის შემთხვევაში გაჟონვაზე აკეთებდნენ აქცენტს, როგორც სიცხადის ყველაზე უფრო ნათელმაჩვენებლად, თუმცა თავდაპირველად ოპოზიციის დიდი ნაწილი მიუთითებდა ზოგადად გაყალბებაზე და შემდეგ უკვე შემოვიდა არგუმენტებს შორის ეს რაღაც თვალით ხილული გაჟონის შემთხვევა. კი, რაც უფრო ესე ცალსახად უფრო ადვილი დასამტკიცებელი იყო, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე რაღაც 15 წუთიან ეპიზოდში არ არის ხო არაფერი გადასამოწმებელი არ იყო და უკვე შემდეგ საათი და 15 წუთიდან საათი და 30 წუთამდე ეპიზოდში გამოჩნდა კიდევ ერთი საკამათო საკითხი, აქაც ამ კამათის ავტორი არის იაგო ხვიჩია. მე არ ვიცი რომ ყველა ლელოს წევრი მოსყიდულია, მაგრამ მე უბრალოდ გამორიცხავ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე 1.3 მილიონი იშოვა ამ ქვეყანაში და ამას ხარჯავდა ბიზნეს წინააღმდეგ და შენ არაფერი არ გემართებოდეს. მე უბრალოდ ამას არ მჯერა. ცოტა ისეთი საკითხია, მოკლედ ძალიან მარტივად რო გითხრათ, იმ ადამიანებს, რომლებმაც ნახეს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დებატები, სადაც ნიკა მელია და გირჩის ოთხეული იყვნენ დებატებში. იქიდან თავარი ალბათ რაც დაგამახსოვრდებათ, ეს იყო რომ იაგო ხვიჩია და ზოგადად გირჩი მელიას უსვამდა კითხვას მილიონობით შემოწირულობის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში, ხო? თუმცა თქვენ 40 მილიონი საიდან თქვენ ზოგადად გულისხმობდა ყველა ოპოზიციას და კოალიციებს კი, იმიტომ რომ იაგო აკეთებს აშკარად მიჯნას, რატომღაც ასე ვთქვათ, ასე ახდენს პოზიციონირებას, რომ მთელი ოპოზიციის მიმართ აქვს კითხვები, რომ ისინი ხო არ არიან გაყიდულები, ასაბუთებს პარტიული შემოწირულობის რაოდენობით წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა უშუალოდ ჩვენი იმის დებატების დროს იაგო ახსენებდა გულისხმობს არა ვთქვათ აი ამ საარჩევნო შემოწირულობას, არამედ იქ მისი რეპლიკა არის უფრო TBC ბანკზე, რაც შეიძლება ესე ვთქვათ მიმანიშნებელი იყოს ლელოსთან, ამდენადაც ვიცით რომ ლელო დააფუძნეს სწორედ TBC ბანკის დამფუძნებლებმა და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა და აქ სავარაუდოდ იაგო ხვიჩია ჩვენს დებატებში გულისხმობდა სწორედ იმას, რომ 2024 წელს, ანუ გასულ საპარლამენტო არჩევნების წელს, თავად TBC ბანკის მოგება იყო 1 მილიარდ 200 მილიონზე მეტი იყო და ეს 2023 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდა იყო და ნუ ამაზე ქონდა იაგოს აქცენტი. აი კონკრეტულად კი ის რომ მელიას რო ეკითხებოდა რომ აი თქვენ 40 მილიონი საიდან რომ ნახე ჯამში ამ სამი კოალიციის დაფინანსება იყო 34 მილიონზე მეტი. შემოწირულობები კი წინასაარჩევნო
სავარაუდოდ ამას გულისხმობს. ხო, ძალიან კონკრეტულადაც შეგვიძლია რომ შევახსენოთ აუდიტორიას, აქ ჩვენ ცხადია ვებყვნობით იმ მონაცემებს, რომელიც პარტიებმა გაასაჯაროებს წინასაარჩევნო პერიოდში დაფინანსებების შესახებ. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო წინასაარჩევნო პარტია ქართულმა ოცნებამ. კი 15 მილიონი და ნახევარი. ხო, და რაც შეეხება კოალიციას ცვლილებებისთვის, რომელიც აერთიანებს მელიას, გვარამიას, გირჩს და დროას, მათი წინასაარჩევნო შემოწირულობა იყო 9 მილიონზე მეტი, რაღაც 9 მილიონ 200,000-მდე. ხოლო კიდევ ერთმა ელექტორალურად ანგარიშგასაწევმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძლიერი საქართველოს შედიოდნენ იმ მომენტში ლელო, ასევე ანადოლიძე ხალხისთვის ალეკ კოელისაშვილი და ლევან ცუცქირიძის თავისუფლების მოედანი, რომელიც ახლახანს გამოიყო მათ. ხო, აი ამ გაერთიანებამ თავის ამ წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო 10 მილიონამდე ლარის პოლიტიკური შემოწირულობა. კიდევ ერთი საყურადღებო მონაკვეთი არის საათი და 33 წუთზე იაგო ამბობს კეზერაშვილთან დაკავშირებით. კეზერაშვილს არის რასაკვირველია ვიცნობ. ძალიან კარგად ვიცნობ. არა, აზერზე არ ვიყავი რომ კონცენტრები და ხო და გოიმი რას ქვია არ ვიცნობ. ხო, არ ვიცნობ. უფრო წირო გადავახვიოთ ეს ეპიზოდი, ვნახავთ რომ იაგო ამბობს რომ 2016 წელს, როდესაც NMS გიგაბოკერია და კიდე 28 ადამიანი გამოეყო. მათ შორის იმდროინდელი ლიდერშიპი. კი ბატონო, ჩამოაყალიბეს პარტია, იგულისხმება ევროპული საქართველო, რომელსაც იაგოს თქმით აფინანსებდა კეზერაშვილი. მოდი ახლა ვთქვათ ზოგადად რა ვიცით და რა ინფორმაცია არსებობს საქმეზე, რომელიც კეზერაშვილის კოლ-ცენტრების სახელით არის ასე ცნობილი. ხო, მაბატი, აქ მეგონი უნდა ძალიან ცხადად გავმიჯნოთ, როდესაც ჩვენს მიმართ არის პასუხისგებლობა რომ გადავამოწმოთ ფაქტი. ჩვენ ასე ვთქვათ არაოფიციალური კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, ანუ ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ იგივე კეზერაშვილის დაფინანსების საკითხთან, ხო? ანუ ჩვენ რაც არ არის შავით თეთრზე დეკლარირებული, იმის იქით ჩვენ ფაქტი არის თუ არ არის ფაქტი, აი ამ ბრალდებებში ჩვენ ცხადია პოლიტიკურ ბრალდებებში ვერ შევალთ, იმიტომ რომ კეზერაშვილზე რაც ვიცით ღიად ის არის რომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, მეწილე იყო, იმიტომ რომ აღარ არის და ის აფინანსებდა ამ ტელევიზიას. მაგრამ მისი სახელი პარტიების ირგვლივ სულს უტრიალებდა. არა მხოლოდ ევროპულ საქართველოსთან, ვიცით რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაც ისმოდა, ესეთ მათ შორის პარტიის ყოფილი თავმჯდომარისგან, ხო, ნიკა მელიასგან ასეთი განცხადებები, რომ ამ პარტიის ჩრდილოვან მმართველთა შორის არის კეზერაშვილი, მაგრამ კიდევ ერთხელ რაც შავით თეთრზე არ დასტურდება, ჩვენ იმ ამბების ფაქტ-ჩეკინგს მოდი ნუ მოვთხოვთ. კეზერაშვილსაც უკავშირდება ზოგადად კოლ-ცენტრებზე, აი მარიამს. ხო, ისევ კოლ-ცენტრების საქმეს რომ ნიუბრუნდეთ, მოკლედ 2024 წლის სექტემბერში პროკურატურამ განაცხადა, რომ გახსნეს კოლ-ცენტრების საქმე. ნუ წყების ვერსიით კოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული ჯამში $1 მილიონ მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ეს არის გამოძიების, გამომიჯოთ საქართველოს პროკურატურის ვერსია კეზერაშვილის კავშირზე, მიმანიშნებელი, ასე ვთქვათ, რომ კეზერაშვილს აქვს კავშირი აი იმ კონკრეტულ კოლ-ცენტრთან დაკავშირებით და პროკურატურა თავის, ასე ვთქვათ, ვერსიას აი ამ გადარიცხვებით ასაბუთებს, ხო? თუმცა ის რაც წამოაძახა იაგომ თამარას, რომ არის ცოდი რომ კოლ-ცენტრებიდან იღებდა კეზერაშვილი ფულს. ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა გვახსენდება კიდევ ძალიან რეზონანსული გამოძიება BBC-ის დიდი ფილმი, საგამოძიებო ფილმი, რომელიც გააკეთა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ კეზერაშვილმა საჯაროდ უარყო BBC-ის ბრალდებები
და წარმართა შიდა ასე ვთქვათ პროცესი BBC-სთან და შემდეგ უკვე კეზერაშვილმა სულ რაღაც 2024 წლის 9 დეკემბერს გაავრცელა უკვე განცხადება, რომელშიც მან თქვა, რომ BBC-სთან საქმეზე დავა არის დასრულებული და BBC-მ საგამოძიებო მასალა პლატფორმებიდან წაშალა. ეს ნამდვილად ასე იყო. BBC-ს კიდევ ერთხელ ვთქვათ, ჰქონდა, ასე ვთქვათ, ფილმი, სადაც კეზერაშვილზე მიუთითებდა აი ამ კონცენტრების მიღმა, მაგრამ შემდეგ უკვე საჩივრით რაც მიმართა უშუალოდ BBC-სვე, კეზერაშვილმა BBC-მ ამოიღო თავისი პლატფორმებიდან ეს საგამოძიებო მასალა. მოდი გადავიდეთ მეოთხე რაუნდ. აქ მოდებატეებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის დაესვათ კითხვა. აუ, სანამ გააგრძელებ, მაინტერესებს რამდენად, როგორ ფიქრობ, ეგ რაუნდი რამდენად საინტერესო არის, იმიტომ რომ მე მაგალითად ახალ დებატებშიც უკვე რაღაცნაირად აზარტით ველოდები რა კითხვას მოუტანენ მხარეები ერთმანეთს. მე არ ვიცი ახლა ამას თავად იფიქრებენ ამ შეკითხვას თუ უდგებიან კიდევ უფრო სერიოზულად და აი მაგალითად შეიძლება პარტიაში გამართონ მსჯელობა, რომ რა კითხვა მიუტანოთ ოპონენტს და რა დასაბუთება გვექნება აი ამ შეკითხვის მართებულობაზე. მოკლედ თამარამ იაგოს კითხა დევნილების ქონებრივ საკითხთან დაკავშირებით და აი უფრო კონკრეტულად რაზე იყო და რა ფორმულირებით კითხვა მოусმინოთ. მე მახსოვს დისკუსია, სადაც იაგო საუბრობდა იმაზე, რომ დევნილების ქონების საკითხი და დევნილების ქონებრივი დავები უნდა გადაწყვიტოს აფხაზურმა სასამართლომ. ნუ როგორც მოვისმინა ჩვენმა მაყურებელმა, მთელი ამ რაღაც კამათის განმავლობაში თამარას ჰქონდა მთელი აქცენტი ერთ კითხვაზე, რომ აი იაგო აფხაზურ სასამართლოს განიხილავ როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ქონებრივი დავების გადაწყვეტა შეუძლია. საერთოდ საიდან მოდის ეს კითხვა და ეს თემა? მოგეთ 2023 წლის დეკემბერში იაგოსთან პოდკასტში მგონი იყო გიგა ბოკერია და მან საუბარი შეეხო აფხაზეთს. ამ დროს ბოკერია იყო ევროპული საქართველოს წევრი ჯერ კიდევ და ხო მოკლედ დისკუსია იყო იმაზე, როგორ შეიძლება გადაწყდეს აფხაზებსა და ქართველებს შორის ქონებრივი დავა. ხო, აი იაგომ ასე ვთქვათ შემოგთავაზა თავისი ვერსია და ამის მაგალითიც განიხილა. მოკლედ, ანუ წარმოვიდგინოთ, მოგიყვებით რა მაგალითზე იყო საუბარი. წარმოვიდგინოთ, რომ აფხაზეთში არის სახლი, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა ქართველს და ამის დამადასტურებელი, ხო, ეთნიკურად ქართველს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს, მაგრამ ახლა იქ ცხოვრობს აფხაზი, რომელიც იმ სახლში დაიბადა, გაიზარდა და ნუ ამ სიტუაციაში იაგოს აზრით თავარია რომ დავა გადაწყდეს მშვიდობიანად ისე რომ რაღაც ასე ვთქვათ კონფლიქტი არ გამწვავდეს ამ ორ მხარეს შორის. მისი წინადადება იყო ასეთი, რომ ეს ქონებრივი დავა აფხაზურ სასამართლოს განეხილა. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობით, რომ ვინც დავას წააგებს, უნდა მიეცეს ისეთი ქონება, რომელიც მინიმუმ იმავე, ან უფრო მაღალი ღირებულების იქნება, ანუ იმ უძრავ ქონებაზე მაღალი ღირებულების იქნება, ვიდრე არის მაგალითად ეგ სახლი მოკლედ. და იაგოს ვერსიით ამ მექანიზმს უნდა ემუშავა, ნუ დაახლოებით 40 წელი და ასე მოგვარებულიყო ეს ქონებრივი დავები და ამის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი, სადაც აფხაზებს და ქართველებს საშუალება ექნებოდათ ერთობლივად გადაეწყვიტათ, უნდა ყოფილიყო თუ არა აფხაზეთი დამოუკიდებელი. ძალიან საინტერესო ეთერია. კი, აი მაგის აუცილებლად ხო, ნუ ეს არის ძალიან ცხადი ამტკინეული საკითხი. იაგოს ვერსიაც მოდი თქვათ, რომ არის ძალიან საკამათო. მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩავსვათ თამარას არგუმენტი. ანუ შენ თვლი რომ აფხაზურ სასამართლოს აქვს ამისი უნარი? და ამისი უფლებამოსილება აქვს რუსული რეჟიმის პირობებში, იმ პირობებში, რომ რუსეთს უკავია აფხაზეთი, შენ თვლი რომ აფხაზურ სასამართლოს. ანუ მიპასუხე უბრალოდ სადმე ული გარშემო არიდებ პასუხი.
ამაზე იაგოს ქონდა ეგეც რომ ანუ მაშინ როგორ შეიძლება ქართულ სასამართლოს ანუ როგორი რაღაცა თქვა იცი რომ როგორ მოვთხოვოთ რომ ენდოდნ ქართულ სასამართლოს სადაც არის მურუსიძე მაგალითად ხო ეს ქონდა იაგოს არგუმენტად ძალიან კომპლექსური საკითხია აქაც ჩვენ უბრალოდ ჩავთვალეთ რომ უფრო კონტექსტი უნდა აგვეხსნა და მარიამ სხვადასხვა კომენტარების გარკვეული რაოდენობა ამ ეპიზოდს ეხება და ეს გასაგებიც არის იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხება პირადად ეს ხო ეს არის იძულებითი დევნილების თვის ძალიან ესეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ საკითხი და ცხადია მასზე როგორი პოლიტიკური ხედვები არსებობს ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციაში ამაზე რეზონანსსაც უნდა ველოდოთ ხო მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვეცდებით რომ ამავე საუბარში რამდენიმე ფრაგმენტი უშუალოდ ბუკერიასა და იაგოს მსჯელობიდანაც ჩავამატოთ საზოგადოებას მე ვთავაზობ რომ ხალხო თქვენ ხო აი ეს ერთი ადამიანია რომელიც ცხოვრობს ქართველის სახლში მიდის მეორე ქართველი. კონფლიქტია, გარანტირებული კონფლიქტია. თან 100,000-ობით გარანტირებული კონფლიქტია. შენ გჭირდება ფორმულა, რითაც ამ კონფლიქტს წყვიტა. ჩემი ფორმულა არის ასეთი და თუ ვინმე ამ ფორმულას ნაკს უპოვის ან უკეთეს შემოთავაზებს, აბსოლუტურად ღია ვარ. ვამბობ, რომ მოდი შევთავაზოთ ესეთი ეს ამას თავაზობ მე სამეგრელოს მოსახლეობასაც, საქართველოს მოსახლეობასაც. და აქაც იგივე წესრიგი მინდა იყოს. უბრალოდ იქ სპეციფიკა აქვს, რომ თან კონფლიქტია, თორე რაც კონფლიქტს აგვარებს, ის კარგია მშვიდობიანობის დროსაც. ამბობ რომ აი მოდით ეს დავა ამ ორი ადამიანის დავა განიხილოს სასამართლო. მაგრამ შენ რო უთხრა რომ ქართულმა სასამართლომ ამ სასამართლოს მე და თქვენ მეგონი ერთნაირად ვაფასებთ. არ შეიძლება ვინმეს უთხრა თუ ოდნავ მაინც პატივს წემ იმას რომ მოდი აგერ მურუსიძის სასამართლოში ვიდაოდ. იმათი სასამართლოც რა სასამართლოა ხო გასაგებია მაგრამ მე ვამბობ რომ აი მე ვდგამ ნაბიჯს და ვაღიარებ შენ სასამართლოს. ოღონდ ერთი პირობით პრინციპი გავიგე. ხო ოღონდ ერთი მაყურებლუსაც რო იყოს გასაგები რა. ოღონდ ერთი პირობით რომ აი ნებისმიერი ასეთი განხილვის დროს წაგებულს ეძლევა არანაკლები თუ უფრო მეტი ღირებულების ქონება რაზეც დაობს. თუ კი მაინც უფრო მეტი გაინტერესებთ თამარე შეკითხვის წყაროთ სწორედ აი ეს დებატები ის ყოველ შემთხვევაში ბოკერიას სტუმრობა იყო იაგოსთან და სადაც მთლიანად ეს იმის პოდკასტის თემა მთლიანად შეეხება ბოკერიასაც ნუ არ მოეწონა ეს და გამოხატა კიდევაც ეთერში და ასე ვთქვათ ეს ეთერი გაიხსენა თამარა მოკლედ ჩვენთან დებატებში და აქედან მოდის ეს კითხვაც. ხო, მოკლედ აი რომ ვთქვათ, ყველაზე უფრო ბრალდებების ურთიერთბრალდებების ნაწილში საკმაოდ ისეთი საკამათო და ცხელი აღმოჩნდა ზუსტად ეს ეპიზოდი, სადაც ჩვენ შევთავაზეთ აი ამ ორ ოპოზიციის წარმომადგენელს, რომ ერთმანეთთან მოიტანათ შეკითხვები, ხო? უკვე განვიხილეთ, როგორი ტიპის კამათი გამოიწვია თამარას შეკითხვამ, მაგრამ ძალიან ესეთი დრამატული მომენტი იყო უკვე იმ კითხვაზე, რომელიც იაგომ მოუტანა თამარას. ბატონი შალვა შაბგულიძე გახდა სულხან მოლაშვილის ადვოკატი. სულხან მოლაშვილმა ჩემი აზრით არასწორი გარდაცვალებამდე არასწორი ინფორმაცია გავრცელა გიგა ბოკერიაზე. მე არ მჯერა პირადად წმენის დონეზე ამჯერა, რომ გიგა ბოკერია აწამებდა სულხან მოლაშვილს. არის რაღაც ვიცნობ ადამიანს, შეიძლება რაღაც ვცდები მე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას მე არ ვუშვებ. ამ პოზიციიდან ვლაპარაკობ. მაგრამ ცოტა ხანში ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო შალვა შაბგულიძემ თქვა, რომ იმ საქმეში, რომელიც სტრასბურგში არსებობდა, გიგა ბოკერიას გვარი არ იყო ნახსენები. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მისმა მარწმუნებელმა თქვა, რომ ეს ადამიანი მონაწილეობდა ჩემს მიმართ ცუდად მოყრობაში, მარტივად რო ვთქვა. შემდეგ ეს ადამიანი ხვდება ამ პარტიის საარჩევნო სიაში. თქვენი აზრით, ამ ადამიანის მოხვედრა, მე არ ვამბობ და არ ვდებ გიგა ბოკერიას, ბრალს აქვს ეჭვს პირიქით, ვაქარწყლებ თუ რამე ეჭვი არსებობს ჩემი გამოცდილებით. არის თუ არა მორალური საქციელი? აი ეს შეკითხვა მაქვს. კი ბატონო, ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც უფრო ჩვენ არ შევიდეთ მხარეების პოზიციებში. დავიდეთ ფაქტობრივ მონაცემებამდე. რა არის ახლა ფაქტობრივი მონაცემები? დავიწყოთ იმით, ვინ იყო სულხან მოლაშვილი, ხო ის იყო კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე. ის დააკავეს. დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ხო? ეს არის ის პერიოდი, როდესაც უკვე შეიცვალა ხელისუფლება 2004 წელი, ანუ მომხდარი არის ვარდების რევოლუცია და
იმ დროინდელ მართულ პოლიტიკურ ელიტაში იყო გიგა ბოკერიაც და აი ამ პერიოდში დაიწყო უკვე 2004 წელსვე მიმართა სულხან მოლაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს ის ამბობდა რომ ის მან განიცადა წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა და აი ამ ბრალდებებით მიმართა მან სტრასბურგის სასამართლოს და დაკავებიდან ის ამბობდა მაშინ რომ დაკავებიდან პირველივე ღამეს ელექტროშოკით და სიგარეტით აწამეს. ეს არის ფაქტობრივი რაც ამ საქმეზე უნდა ვიცოდეთ, თუმცა არა მხოლოდ ეს ხო, შემდეგ უკვე უნდა ვთქვათ რომ 2014 წელს მოხდა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება და სასამართლო მაშინ დაადასტურა ერთი მხრივ წამების ფაქტი და მან დააკისრა საქართველოს როგორც ქვეყანას ამის შესაბამისად კომპენსაციით 20,000 ევროს გადახდა და ამ საქმესთან დაკავშირებით მოკლედ რა შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ დებატების კონტექსტში რომ შეკითხვის ავტორმა ხვიჩიამ ეს შეკითხვა დასვა ორი ის არის გაისროლა შეგვიძლია ესე ვთქვათ ხო ერთი მიემართებოდა გიგა ბოკერიას და მეორე მიემართებოდა შალვა შავგულიძეს ოღონდ იქაც თქვა ბოკერიასთან დაკავშირებით რომ ხვიჩია ამბობს რომ მას არ სჯერა რომ გიგა ბოკერია რამდენადაც მასიცნობს ის უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ როდესაც მოლაშვილმა თქვა რომ მასზე იძალადეს და აწამეს ეს გააკეთა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა და მისი თქმით ერთ-ერთი ამ სამიდან იყო სწორედ გიგა ბოკერია. ხო, მოკლედ ის საუბრობდა მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე ამ პროცესში მაგრამ აქვე ძალიან ცხადად ხო მეორე ის არზეც ვიტყვი ერთი რომ ბოკერიას მიემართებოდა მეორე მიემართებოდა შალვა შავგულიძეს ხო რომელსაც ასახელებს იაგო ხვიჩია ამ შეკითხვის შალვა შავგულიძე რომელიც იყო მოლაშვილის ადვოკატი ხო შავგულიძე იყო ადვოკატი მათ შორის ცნობილია აი ამ სწორედ სულხან მოლაშვილის უფლებადამცველის სახელით შემდეგ ის უკვე მოვიდა პარტიულ პოლიტიკაში თავისუფალ დემოკრატებში მოვიდა ის 2017 წელს და 2019 წლამდე იყო თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, მაგრამ 2019 წელს უკვე ის შეუერთდა ევროპულ საქართველოს. და ხვიჩიას კითხვის არსიც ეგ არის, რომ რანაირად მიიღო პარტიაში ის კაციო, რომელმაც მოიხსენია მოლაშვილის მწამებელთა შორის აი იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუერთდა შემდეგ პარტიაში. ხო, ეს იყო მთელი კითხვის არსი. ახლა ძალიან ცხადად რაც უნდა ვთქვათ, ფაქტების დონეზე. გიგა ბოკერია არ მონაწილეობს ოფიციალურად გიგა ბოკერიას გვარი არ არის ნახსენები პროკურატურის გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში. გიგა ბოკერია არ დაუკითხავთ, ანუ არანაირი სტატუსით არ მიუმართავს არქივში ყოველ შემთხვევაში არ იძებნება რაიმე ახალი ამბავი ან გაცხადება რომ რაღაც დაკითხვაზე დაებარებინოთ საქმეში ფიგურირებდეს გავსი რამ არ იძებნება. და მოლაშვილის ეს განცხადება გავრცელდა სატელევიზიო ეთერებით და იქ იყო მოხსენებული მისი გვარი და აქვე ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ რომ უშუალოდ შალვა შავგულიძეს რაც შეეხება კი ნამდვილად რაღაც ეს ვთქვათ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ნამდვილად აქვს გაკეთებული ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეობა ასე ვთქვათ რომელიც მიუთითებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებას ბოკერიაზე მაგრამ ისევ და ისევ ცხადად და გასაგებად ოფიციალურად ბოკერია ამ საქმეში რომელიც ეხება სულხან მოლაშვილის საქმეს რომელიც გამოიძიებოდა სტრასბურგის სასამართლოში 2004-დან 2014 წლამდე და საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმეში გიგა ბოკერიას გვარი არ ფიგურირებს. ხო, აი ეს არის პრინციპში ის მთავარი ეპიზოდები, რომელიც ჩვენი მხრიდან მიმოიხილავს, როგორც ამ პოდკასტის ჟურნალისტების მხრიდან მიმოიხილავს იმ საკამათო საკითხებს, რომელიც მოვისმინეთ პოლიგონის როგორც პოლიტიკური პოდკასტის პირველ პოლიტიკურ დებატებში და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებებისთვის. შენ თუ გაქვს რაიმე კომენტარი კიდე რაც გინდა რომ ამ ჩანაწერზე თქვა? ხო, მე მგონი რაღაცა კონტექსტი და ეს ბექგრაუნდები რომ მოვყევთ, უფრო რაღაც ცხადი იქნება რაღაც საკითხები. მე მგონი არ გვითქვამს ეს ჩვენ fact check-ის ვიდეოს, ну ესე ყოველთვის არ ჩავწერთ და არ გამოვაქვეყნებთ, მაგრამ
ძალიან ხშირად იქნება ეს და დამოკიდებული იქნება დებატებზე, როგორი ეპიზოდი იყო, რამდენად იყო რაღაცეები ასახსნელი, იმის მიხედვით ჩვენც რაღაც განმარტებით რაღაც ვიდეოებს შემოგთავაზებთ ხოლმე. უღრმესი მადლობა იმ გამოხმაურებებისთვის, რაც გვაჩვენეთ. ცხადია, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი ბიძგის მომცემი და იმედი გვაქვს, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის პოლიტიკური დებატების მეორე ეპიზოდიც. დროებით. დროებით და მომავალ შეხვედრამდე.